ლალდეიდა, ეს საკრატოა. ეს? ზურა ხომ იცი მესამე სადარბაზოდან? არა, გიორგია, ზურა ლიკუნას მამა. ლიკუნას ქონია ზემი და არ უთქვამს ბოლო წუთამდე. გაგიჟებულა ზურა და ვიღუპეთო. ნინო აწყნარებდა, კაი, არა უშავს პატარა როლიაო. არ არსებობს დიდი და პატარა როლებიო. ხო იცი როგორ იცის ხოლმე ზურამ. ავიდნენ ეგრევე ქეთისთან შენი სასწაული ნიჭი გვჭირდება ლიკუნას ფორმა არა აქვსო. რას ქვია ფორმა არა აქვსო? საკერავი მანქანა მომიტანეთ, ეხლა ოღონდ ძიმია ძალიან. დაურეკეს ეგრევე მაგას, შენი პიკაპი გვჭირდებაო, რა პრობლემაო? ჩასხდნენ, გავარდნენ, მაგრამ საცობი. თან კიდევ კაი ის წაუყვანიეთ ყოჩაღი ბიჭიროს სიმძიმეებს რო ეწევა. ტალახაძე და ის ხალხი ხო და ლაშას მოსვლია კარგი აზრი, არქელების ჯგუფში მივიწეროთო და იმ წამსვე იქ გაჩნდნენ. ბაიკერები რომ არიან ზაზა, სანდრო და აჩი. წაიყვანეს საცობიდან, მისულან და მაინც და მაინც მძიმე არ ყოფილა 20 კილო იყო თუ რაღაც ხალხს გაკვირვებია მე რაღაც წამომიყვანეთო. მიიტანეს, შეკერეს, ჩვენებურად აღნიშნავს, მოასწრეს ბამბოლეიო, ბამბოლეია. შენც ხომ იყავ მაგ კონცერტზე? მეორე დღეს შევიკრიბეთ ყველა. და ლიკუნას გამოსვლა. კაქტუსი ვანცხელა. იყო ფანტასტიკური. არქილე. ძალიან გავერთეთ. და ეს ჩარჩურაშუაშია. ეს ოჯახური პორტრეტის გადასაღებად დაგვიდგეს. და ისე მეც რომ აგზაიმი ხო მახსოვს. არქი, ერთი დიდი ოჯახი.